სოფლიო ბანკის მედალ პროექტმა გამოაქვეყნა ანგარიში. ამ კვლევის შედეგად მთავრობის ეფექტიანობებია შემოწმებული. მათ შორის საქართველოს მთავრობის ეფექტიანობა შეფასებულია 62.9%-ით და ამ პროცენტით ის არის რეგიონში ლიდერი და ბევრ ევროპულ ქვეყანას, მათ შორის 11 ევროპულ ქვეყანას უსწრებს. ფაქტმეტრის დასკვნით გიგლა აგულაშვილის ეს განცხადება არის ნახევრად სიმართლე. სოფლიო მთავრობების ინდიკატორი მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი კვლევაა, რომელიც სხვადასხვა მაჩვენებლებთან ერთად მთავრობების ეფექტიანობას იკვლევს. მსოფლიო ბანკი მთავრობების ეფექტიანობას 15 საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევების შედეგების მიხედვით აფასებს. როგორც გიგლა აგულაშვილმა ჩვენთან საუბარში განმარტა, განცხადების გაკეთებისას ის ქართულ საინფორმაციო გამოცემებს ეყრდნობოდა, რომლებსაც აღებული აქვთ არა მსოფლიო ბანკის შემაჯამებელი ანგარიში, არამედ მასში შემავალი ცალკეული გამოცემების კვლევები. გიგლა აგულაშვილმა მთავრობის ეფექტიანობით საქართველოს მაჩვენებელი რეგიონისა და ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებს შეადარა. იმ წყაროების მიხედვით, რომელზეც დეპუტატმა მიგვითითა, რეგიონში მეზობელი ქვეყნები, ხოლო ევროპის ქვეყნებში კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები იგულისხმება. მსოფლიო ბანკის შემაჯამებელი კვლევების მიხედვით 2012 წელს საქართველოს მთავრობის ეფექტიანობა 69.99%-ით შეფასდა, 2013 წელს კი 69.38%-ით. ამ მაჩვენებლით საქართველოს ნამდვილად უსწრებს მის მეზობელ ქვეყნებს. ჩვენ საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაჩვენებლებსაც შევადარეთ. მსოფლიო ბანკის 2012-2013 წლების კვლევის მიხედვით საქართველოს მთავრობა ეფექტიანობით ევროკავშირის წევრ 4 ქვეყანას, კერძოდ რუმინეთს, ბულგარეთს, საბერძნეთსა და იტალიას უსწრებს. სრული სურათის მისაღებად ჩვენ საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებლის წინა წლების სტატისტიკასაც გავეცანით. 2004 წლიდან მოყოლებული ეს მაჩვენებელი მუდმივი ზრდის დინამიკით ხასიათდებოდა, გარდა 2009 და 2010 წლებისა, რომელთა შედეგებზეც გავლენა 2008 წლის ომმა და მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა იქონია. 2011 წელს ეს მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა და 2012 წელს უმაღლეს ნიშნულს 79.9%-ს მიაღწია, რაც შეეხება 2013 წელს, რომელზეც დეპუტატი საუბრობს, ამ წლის მონაცემმა წინა წელთან შედარებით მცირე კლება განიცადა. როგორც ვნახეთ, საქართველოს მთავრობა ეფექტიანობით ევროკავშირის 4 ქვეყანას უსწრებს და არა 11-ს. ამასთან წინა წლებში მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებელი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. 2013 წელს კი ის არ გაუმჯობესებულა და ოდნავ შემცირდა კიდეც. მთავრობის ეფექტიანობის კარგი ინდიკატორი კი სწორედ პროგრესი და არსებული შედეგების გაუმჯობესებაა.